მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კარმოკვანძებზე, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოდის. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც არ აქვს საკუთარი დაბადების ზუსტი დრო და რამოდენიმე დროით ხელმძღვანელობენ და ამ შემთხვევაში კარმული კვანძები ციცვლის, რა თქმა უნდა, სახლებში მდებარეობას. ამ ვიდეოში მოგაწოდებთ სწორედ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ იმის გამორკვევაში, თუ რომელ სახლში შეიძლება იდგეს თქვენი კარმული კვანძები. დავიწყებ იქიდან, რომ შუა საუკუნეების ევროპული და არაბული წყაროებიდან, ასევე ინდური ნაშრომებიდან კარმული კვანძები ყოველთვის მოცემული გვაქვს დრაკონის ან გველის სახით და გვაქვს გარკვეული მითები ამასთან დაკავშირებით. თუმცა რეალურად ეს არის ფიქტიური წერტილები, რომლებიც ცაზე გამოითვლება მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის შედეგად. ხოლო ნატალურ რუკაში ეს მოცემულობა ყოველთვის გვაქვს ერთმანეთის საპირისპირო მდებარეობაში, საპირისპირო ნიშნებსა და საპირისპირო სახლებში, თუმცა რა თქმა უნდა ერთი და იგივე გრადუსებზე. ასტროლოგიაში, როგორც ვიცით, ყოველი საპირისპირო ნიშანი თუ სახლი ერთმანეთის გაგრძელებაა, ისინი ერთ-ერთს წარმოადგენენ ერთ მთლიანობას, ამიტომ ისინი ყოველთვის ავსებენ ერთმანეთს. თუ ჩვენ ვხედავთ კარმულ კვანძებს კონკრეტულ სახლებში, უკვე უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ სახლის თემებში ჩვენ დარღვეული გვაქვს გარკვეული ბალანსი და აუცილებელია ამ ბალანსის აღდგენა. რომ წარმოვიდგინოთ სასწორი, დაღმავალი კვანძი ეს არის სპინა, რომელიც სავსეა, ანუ ეს არის გამოცდილება, რომელიც ძალიან დიდი აქვს ადამიანს და ძალიან ბევრი აქვს ამ სახლის სფეროში ნაშრომი. ეს სფერო მისთვის ძალიან მარტივია, იმიტომ რომ აქ გამოცდილება ძალიან ბევრი აქვს მიღებული და ადვილად გამოსდის ამ სახლის სფეროს რეალიზაცია. თუმცა რა თქმა უნდა, კარმული მისია არის მისი საპირისპირო სახლის, ანუ ცარიელი პინის რეალიზაცია. ამ პინაზე უნდა დავდოთ რაღაც, უნდა შევიტანოთ გარკვეული ენერგია, ქმედება და ასე შემდეგ. თუმცა პრობლემა არის ის, რომ აღმავალი კვანძის სფეროში, სადაც ცარიელი პინა გვაქვს, ადამიანს არ აქვს არანაირი გამოცდილება, ან ძალიან ცოტა გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს და ძალიან უჭირს ამ სახლის სფეროს რეალიზაცია. ვინაიდან არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს. თუმცა სწორედ დაღმავალი კვანძის ძლიერი მხარე, ის რაც ჩვენ უკვე კარგად გამოგვდის, ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ და რაც დაგვეხმარება ჩვენ აღმავალი კვანძის მისიის რეალიზაციაში. ასევე ჩვენი მისიის რეალიზაცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გვაძლევს გარკვეულ мотивაციას. ვინაიდან თუ ადამიანი არ მიყვება თავის მისიას და არ ასრულებს, მას ძალიან უქვეითდება мотивაცია, შეიძლება ცხოვრების ხარისხიც კი დაეკარგოს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სახლის რეალიზაცია აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი პიროვნებისათვის. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშანსა და სახლს, რომელსაც ძალიან ხშირად აიგივებენ ერთმანეთს, აუცილებელია, რომ ეს ორი მოცემულობა ერთმანეთისგან განვასხვავოთ, ვინაიდან ზოდიაქოს ნიშანი, ჩვენ ვიცით, ეს არის თვისება, გარკვეული ხასიათის შტრიხი, რომელიც გვეხმარება, ხოლო ზოდიაქოს სახლი, ეს არის კონკრეტული სფერო, სადაც უნდა მოხდეს რეალიზაცია. ასევე კარმულ კვანძებთან დაკავშირებით არის მსგავსი მიდგომა, რომ თუ დაღმავალი კვანძი არის რომელიმე კონკრეტულ სახლში, ამ სახლის სფეროში არ უნდა ჰქონდეს ადამიანს არანაირი რეალიზაცია. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, თუ დაღმავალი კვანძი არის მე-7 სახლში, ადამიანს არ უნდა ჰყავდეს პარტნიორი, თუ დაღმავალი კვანძი არის მე-4 სახლში, მაშინ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და მსგავსი მიდგომა, რაც ძალიან ზედაპირულია. ვინაიდან პირველ რიგში, როდესაც უკვე ვეხებით კარმულ კვანძებს, აქ ვეხებით ჩვენ ინდივიდუალურ გამოცდილებას, რომელიც ადამიანმა ინდივიდუალურად დააგროვა სხვადასხვა ქმედებით, სხვადასხვა ნაბიჯებით. ამიტომ ასე ერთპიროვნულად ვერ ვიტყვით, რომ ყველა ადამიანისთვის ეს მოცემულობა იქნება ერთნაირი. და სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც მინდოდა მომეწოდებინა და რაც დაგეხმარებათ იმის გამორკვევაში, თუ რომელ სახლს უფრო ეკუთვნის თქვენი კარმული კვანძი, არის ის, რომ გამოიყენოთ სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომა. ანუ გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება, თუ რომელ სფეროში გაქვთ ის განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებული მოცემულობა, რომელიც გამოგარჩევთ თქვენ სხვა ადამიანებისგან, საზოგადოებისგან, ნაკადისგან. შეეხება იმ ადამიანებს მინდა მიმართო, ვინც გარკვეულწილად ერკვევა ასტროლოგიაში და თავად აგებს რუკებს ინტერნეტ სივრცეში,
რომ ასტროლოგიაში მოიხსენებათ არის ძალიან ბევრი სახლების სისტემა, განსაკუთრებით ამ ბევრი სისტემიდან რამოდენიმე მათგანი არის პოპულარული და გამოყენებადი უფრო ხშირად. შესაბამისად, თუ ერთი პროგრამით და ერთი სისტემით გააკეთებთ რუკას სახლის შეიცვლის მდებარეობას სახლში ნებისმიერი ნატალური წერტილი, ხოლო თუ სხვა პროგრამით ააგებთ, სრულიად შეიცვლება თქვენი კარმული კვანძის მდებარეობა. შესაბამისად, სხვა პლანეტების მდებარეობა და სრულიად სახლების ბადე. ამიტომ ამ მოცემულობასაც აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება. სულ ეს მინდოდა მეთქვა, მომდევნო ვიდეოებს აუცილებლად ჩავწერ კარმული კვანძების კონკრეტულ მდებარეობებზე სახლებში, ამიტომ დააკომენტარეთ თუ რომელი მდებარეობა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.